რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა დღეს პირველი არხის და აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა კახა ჯონჯუამ და კოტე გრიგალაშვილმა მიიღეს. ორივე მათგანმა 20 ივნისის აქციის დროს სხეულის დაზიანება მიიღო. საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაზარალებულების უშუალო ჩართულობით ხდება. მიზანი მოვლენების სრული სურათის აღდგენაა. ვიდექი სადღაც კარავის მხარეს, პარლამენტის მარჯვენა მხარეს და კამერით ვეძებდი კადრებს, რა უნდა გადამღერო და ამ დროს უცებ ტკივილი ვიგზენი საშინელი, ტყვია მოხდა ჯერ ცხვირში მოხდა, შემდეგ თვალში, ცხვირში მქონდა ორი პარალელური მოტეხილობა და თვალში მხედველობა უცებ გამიქრა, რაღაც სითხე გადმოვიდა და მეგონა რომ თვალი დავკარგე. თავიდან მხედველობა აღარ მქონდა, ეხლაც ქუში საღამო ჩამოვედი გერმანიიდან, კორნალობას დღესაც ვაგრძელებ, მხედველობა დაახლოებით 35%-ის ფარგლებშია შერჩენილი. გამონძიებლის გავაცანი ზუსტად ის ადგილები და ის ტერიტორიები, სადაც მივიღე ეს დაზიანება. მას 20 ივნისს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, ვიღებდი ჟურნალისტთან ერთად აქ არსებულ სიტუაციას და დავზარალდი, მივიღე 6 თუ 7 ნატყვიარი მქონდა მოხვედრილი და გაზის ინტოქსიკაცია. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაზარალებულების მონაწილეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვისა და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის, ასევე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დღესაც შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.